კიევიც თავისთავად ცხადია და დანარჩენი უკრაინული მიწების დიდი ნაწილი მე-13 საუკუნის მიწურულს სწორედ აი ამ სივრცეში ხდება რუსეთის სამეფოს კოროლს, როგორც უწევ კარალევსტვას, ანუ სამეფოს ფარგლებში ექცევა და ძალიან მალე დინასტიური ქორწინებით აქ სათავეში მოდის ახალი დინასტია, ანუ ქალის მხრიდან გადმოდის, ეს არის გედიმინოვიჩების ლიტვური დინასტია. ძალიან საინტერესო რა არის, იცით? აი ძალიან სერიოზულად არის ჯერ მე-19 საუკუნის, თქვა, ფსევდოპატრიოტ სლავურ სამყაროს გულისხმობ პირველ რიგში ისტორიკოსთა მიერ, მე-20 საუკუნის პოლიტიკურად მოტივირებული ისტორიკოსთა მიერ ტერმინები არეული. მაგალითად, ჩვენ ვიცით გედიმინოვიჩების გვარი, რომლებიც იყო ლიტვის დიდი სამთავროს გვარი. და ნახეთ რა არის ყველაზე საინტერესო. რომ გედიმინოვიჩები გენეტიკურად დნმ-ით სხვათა შორის ძალიან ახლოს არიან ვიკინგურ დნმ-თან. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. ეს გედიმინოვიჩები, რომელთაც თავმავალი გვარებს სხვათა შორის რუსთა შორის არის იგივე გოლიცინები, ტრუბეცკოები, ანუ ეს ნაწილი მარტო პოლონურ სივრცეშიც აღმოჩნდებიან, ლიტვურშიც, ბელორუსულშიც, მაგრამ რუსულშიც, უშუალოდ გედიმინი რასაც წარმოადგენდა, ის დაბადებული არ იყო თანამედროვე და არც გაზრდილი და არ წარმოშობით არ იყო თანამედროვე ლიტვის ტერიტორიიდან. ის იყო თანამედროვე ბელორუსიის მკვიდრი. ეს ერთი. ნოვოგოროდნევკა იყო ლიტვის მაშინდელი სამთავროს დედაქალაქი ბელორუსული, ანუ სოფელი და მაშინ ასე ვთქვათ ქალაქი. ეს ერთი. მეორე. მათი ენა არასოდეს არ ყოფილა ლიტვური ენა, სახელმწიფო ენა. მათი ენა იყო სტარასლავიანსკის ბელორუსული დიალექტი, რეალურად ბელორუსული ენა, რომელიც ახლა შეიძლება დღეს ბელორუსშიც არ იციან, მაგრამ არსებობს ესეთი ენა, ხო? და სწორედ ეს იყო ლიტველების, მაშინდელი ლიტველების ენა. ტერმინი ლიტვა რა ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, ეს ტერიტორია არის ფაქტობრივად ერთ-ერთი, ანუ გულისხმობ მე-14, მე-15, მე-16 საუკუნეებს თანამედროვე ბელორუსი. ხოლო თანამედროვე ლიტვია რაც არის, იმას ჟემაიტია ეწოდება. და გედიმინოვიჩებს უცებ ჟემაიტიის დამორჩილება. და სწორედ ჟემაიტები საუბრობენ იმ ენაზე, რასაც დღეს ლიტვური ქვია. ანუ რა მოხდა, როგორც ეთქობა, რუსეთის იმპერიულ ამბიციებს რო აწყობდათ, გააჩინეს, მოიგონეს ტერმინი ბელორუსი, იმათ რასაც ერქვა და ვისაც ერქვა ლიტველები რეალურად და არქვეს ბელორუსი, ხოლო იმათ ჟემაიტები, რასაც ერქვა, იმაზე გავრცელდა ტერმინი ლიტველი. ეს მე როგორც ეთქობა ჟემაიტებსაც აწყობდათ, იმიტომ რომ ხა ლიტვის დიდი სამთავრო იყო სამთავრო, რომელიც მოიცავდა ბალტიისპირეთის სერიოზულ ნაწილსაც, ტევტონების და ლივონის ორდენის ხელში არ იყო, სწორედ მათ ხელში არის მოქცეული ლიტვას აკუთვნილ, მთელი ბელორუსი თავისთავად ცხადია, უკრაინა ფაქტობრივად მთლიანად, ну გარდა იმისა, რაც მე მონღოლების ხელში არ იყო, თქვა ზღვის სანაპიროს თუ არ ჩათვლით, მთლიანად მათ ხელშია. ჩერნიგოვის, აი თანამედროვე ჩერნიგოვის გუბერნიების და პოლტავების ჩათვლით და გარდა მაგისა, როგორც წესი სმოლენსკი და ბრიანსკი დასავლეთ რუსული მიწები. ეს ძალიან სერიოზული სამთავროა. შემდგომში ეს ლიტვის დიდი მთავრები პოლონეთის მეფეები ხდებიან. მაგრამ ამოსავალი წერტილი რა არის და ამოსავალი საქმე რა არის, რომ თავდაპირველად თვითონ ეს მმართველი დინასტია წარმართულია, გაბატონებული მოსახლეობა უდიდესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და ენა არის სლავური, სტარასლავიანსკის ბელორუსული დიალექტი. ანუ ლიტვის დიდი სამთავრო აი თანამედროვე ტერმინებით რო ვისაუბროთ, თავისუფლად შეგვიძლია გამოაცხადოთ ბელორუსის დიდ სამთავროდ ან ბელორუსულ უკრაინულ დიდ სამთავროდ, სადაც ჟემაიტები ძალიან პატარა როლს თამაშობენ. მაგრამ როდესაც მოხდება გაერთიანება უკვე პოლონეთთან ამ დინასტიური კავშირების გამო, აი ეგ წარმოიშვება რელიგიური მომენტი, საკუთრივ აი დღეს ვისაც ლიტველები ქვია და ჟემაიტები ვისაც ერქვა მაშინ, ხდებიან კათოლიკენი, მაგრამ ბელორუსები ვისაც ეწოდება დღეს და უკრაინელების უდიდესი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში მე-14-მე-15 საუკუნეში და მათ შორის არც გალიციელები, რომლებიც მერე გაკათოლიკებდნენ, უკვე მე-17 საუკუნეში, მაშინ ინარჩუნებენ მართლმადიდებლობას,
და მთელი ყურადღება აქვთ მათი რელიგიური, ასე ვთქვათ, ცენტრი არის კიევის მიტროპოლია. და კიევის მიტროპოლია შედის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში. ანუ, მაგრამ წირვალოცვის ენა არის არაბერძნული, არამედ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სტარასლავიანსკი, ანუ ძველ სლავური საეკლესიო ენა. ეხლა კითხავს მოვახსენებ, რომ სხვა შორის სახარება პირველად რუსულ ენაზე მხოლოდ მე-19 საუკუნეში ითარგმნა და დღესაც კანონიკურად აი სალიტერატურო ტოლსტოის და დასტოევსკის ენაზე თარგმნილი სახარება კანონიკურად არანაირად არ ითვლება. დღესაც თვით რუსულ ეკლესიაშიც ერთადერთ კანონიკურად სწორედ სტარასლავიანსკი ითვლება. რომელიც სტარასლავიანსკი, ანუ ძველ სლავური ქრისტიანული ენა იყო სწორედ ლიტვის დიდი სამთავროს სახელმწიფო ენა. რა სიტუაცია გვაქვს აი ამ დროს და იქ არავითარ მე-14-მე-15 საუკუნეებში მართლმადიდებელ ქრისტიანებს არავინ არ დევნიდა. მირით დომინანტი მდგომარეობაც კი ეკავა. მეორე მხრივ გვაქვს მონღოლური რუსეთი. აი ამ პერიოდში უკვე მართლაც ვლადიმირის დიდ სამთავროს ფარგლებში პირველობს მოსკოვი, უკვე ივანე მრისხანეს ბაბუები და ბაბუის დიდი მამები, ანუ ისინი არიან სათავეში, თქვათ ხო, ვინც უკვე ვიცი ჩვენ, ცნობილი ივანე კალითა, დიმიტრი დონელი, თქვათ ვასილი პირველი, ვასილი მეორე, ვასილი მესამე, იგივე ივანე მეოთხე, ხო, უნდა მოვიდეს და მეფობა მიიღოს, მაგრამ ამ სამყაროში 1480 წლამდე რა თქმა უნდა დომინირებენ მონღოლები. წესები მონღოლურია, არისტოკრატიაშიც უკვე ძალიან დიდი დოზით არიან მონღოლური წარმოშობის პერსონები. დაწყებული თქვა ისტორიკოსი კარამზინის გვარი ყველა ვიცი და რა შორს მიდივარ რუსეთში მეფობდა ბორის გოდუნოვი. ანდა ბეგბულატოვიჩი თქვა ვისაც სტარტი დაუთმო იგივე ივანე მრისხანემ ყველა ვიცით დოსტოევსკების გვარი ყველა ვიცით და თვითონ ამტკიცებდა დოსტოევსკი რომ და ეს სტატისტიკებიც წარმოშობით იყვნენ მონღოლები და რა ქვია ივანე მრისხანე თვლიდა რომ დედით ის მონღოლური რა ქვია წარმოშობის გვარს ეკუთვნოდა მიუხედავად მათი სლავური ხმოვანების და რაშოს მიდივართ ხო რასპუტინის ცნობილი მკვლელი იუსუპოვი ასევე სწორედ ერთ-ერთი დიდი ნოიონის შთამომავლად ითვლება. ასევე ცნობილი ჰერმოლოვი და პირდაპირ ჩვენ შეგვიძლია ჩავუტო ეხლა რომ დავიწყო საუბარი ათეულობით შეიძლება ასეულობით გვარი დავასახელო ცნობილი რუსების რომლებიც თავს თვლიდნენ და დიახაც მტკიცდება რომ მონღოლური წარმოშობის ელიტაში. და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა თქვა მოსკოვის რუსეთში. ამ დროს რადიკალურად განსხვავებული სურათია კიევში. ოღონ რა არის? ეკლესიურად ყველანი ესენი იგივე მოსკოველი ვთქვათ ქრისტიანი რუსები თუ კიეველი ემორჩილებიან კიევის მიტროპოლიტს. აი აქ უკვე მე-15 საუკუნეში ხდება პირველი სერიოზული აღხეთქილება. რა მომენტი იყო? თანდათანობით ძალიან ხშირად ხდებოდა რომ კიევის ვთქვათ მიტროპოლიტები მოსკოვში ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მონღოლური უღელი მე-15 საუკუნეში უკვე შესუსტებულია და ერთგვარი კომფორტიც იყო, იმიტომ რომ სწორედ მე-15 საუკუნეში ეს კათოლიკეების და კათოლიკური სამყაროს ასე ვთქვათ ძლავრობა დაიწყო ლიტვის დიდ სამთავროში. და ეგრედან გამომდინარე გარკვეულ კომფორტს გრძნობდნენ. მაგრამ აი დგება ეს ცნობილი ფერერა ფლორენციის კრება, რომელზეც კიევის მიტროპოლიტი ისიდორი არის ერთ-ერთი მთავარი მომხრე იმისა, რომ შედგეს ეს ალიანსი და კონსტანტინოპოლი გადარჩეს. და აი ამ პერიოდში მოხდება ისე, რომ კიევის მიტროპოლიტი ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს თქვა ევროპულ ასპარეზზე ის ერთი პერიოდი კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოვალეობასაც კი ასრულებდა იყო ლიტვა, თანამედროვე ბელორუსიის და საერთოდ ყველა მართლმადიდებელთა მეთაური და ხელმძღვანელი და ამ დროს მოსკოვი უარს იტყვის და 1458 წლიდან იონას მიანიჭებს მოსკოვის მთავარი მოსკოვის მიტროპოლიტის ტიტულს. კონსტანტინოპოლისგან დაუკითხავად. ეს არის სქიზმა. შესაბამისად კონსტანტინოპოლი მას განკვეთს და 1458 წლიდან 1589 წლამდე რუსული ეკლესია, ანუ მოსკოვის ამიტროპოლიტო, იყო განკვეთილი და სქიზმატური. ხოლო კიევის მიტროპოლია რჩებოდა ჩვეულებრივ მართლმადიდებელ მიტროპოლიად. და ეს ძალიან ძლიერი რამ იყო. მაგრამ 1589 წელს
ივანე მრისხანეს გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ვითომ მეფობდა მისი შვილი თეოდორე და ფეოდორი იგივე თქვა რუსულით. ქართულად თეოდორე უფრო გამოდის და რეალურად ქვეყანას მართავდა თათრული წარმოშობის ბორის გოდუნოვი. ბორის გოდუნოვმა მოისყიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემი მეორე, რომელი პატრიარქიც კონსტანტინოპოლის ტახტზე, პატრიარქის ტახტზე აიყვანა მისმა ბიძაშვილმა ოსმალეთის იმპერიაში ყველაზე იმ პერიოდში ცხოვრებ ესე ერქვა მართლმადიდებელთა მილეთის ყველაზე გავლენიანმა კაცმა მიხეილ შაითანოღლუმ, ანუ მიხეილ სატანის შვილმა. ნახდიგვარი კანტაკუზენი ჰქონდა, მაგრამ სატანის ძეს ეძახდნენ ბერძნებიც და ოსმალებიც, იმიტომ იყო ძალიან მზაკვარი, მეკთა, კორუმპირებული მოკლედ. პირდაპირ ოფიციალურად სულთანიც კი შეითანოღლუს ეძახდა და ამ შეითანოღლუს მიერ შექმნილმა პერსონამ ფული აიღო და არც არის დამალული, ძალიან დიდი ფული აიღო ბორის გოდუნოვისგან და თეოდორესგან და სქიზმაში მყოფი განკვეთილი მოსკოვის მიტროპოლია არათუ დააბრუნა თქვა და ევქარისტიული კავშირი აღადგინა, არამედ პატრიარქობა მიანიჭა. და 1593 წელს მოსკოვიდან ბორის გოდუნოვს არ ეშლებოდა ესეთი რაღაცები. დიდძალი საგანძურები გააგზავნა სხვა საპატრიარქოებშიც და კონსტანტინოპოლს შეიკრიბა იერუსალიმის კონსტანტინოპოლის გარდა იერუსალიმის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის პატრიარქების და მათ ცნეს რუსული ეკლესიის, ესე იგი ევქარისტიული კავშირის აღდგენაც, ავტოკეფალიაც და პატრიარქობაც. ესე დაიბადა 1599-93 წლებში რუსეთის საპატრიარქო. ხოლო ამის, რა თქმა უნდა, ამან ძალიან, ასე იგი, დაძაბა ურთიერთობა უკრაინის ქრისტიან მართლმადიდებლებსა და მოსკოვის შორის და რატომ? იმიტომ რომ კიევის მიტროპოლიტი ეწოდებოდა ესე. მიტროპოლიტ კიევსკი გალიჩა ევსია რუსი, ანუ კიევის, გალიჩის, ანუ გალიციის და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი. ამ დროს მეორე კაცია, ვინც იძახის, რომ არ რუსეთის პატრიარქი. ეს უკვე იყო აბსოლუტური შეუსაბამობა. და ეს გარკვეული დაპირისპირებები გრძელდება შემდგომ პერიოდშიც, ჩვენ ვიცით იქ მე რუსეთში სმუტა დიდი არეულობაა და ასე შემდეგ, მე-17 საუკუნის დასაწყისში და მე-17 საუკუნის შუა პერიოდში იწყებს, ასე ვთქვათ, ეკლესიის რეფორმირებას რუსეთის მეფე ალექსი რომანოვი და მის პატრიარქია ნიკონ და ისინი ეყრდნობიან სწორედ კიევის პეჩორის მონასტერსა და კიეველს სამღვდელოებას, იმიტომ რომ მართალია პატრიარქი კი ყავდა რუსეთს და ერქვა რომ საპატრიარქო იყო. თვითონ პატრიარქად ითვლებოდა ნიკონი, მაგრამ საყარების ტექსტები იყო შეცვლილი. რეალურად ხო ქრისტიანობა აღარ გამოდიოდა. აი ამ რასკოლის პერიოდში ძალიან დიდი პროცენტით კიევის სამღვდელოების და ამ პერიოდს ემთხვევა კიდე გარკვეულწილად კათოლიკური პოლონეთის ძალმომრეობა უკრაინის ტერიტორიაზე, რაც პრინციპში უბიძგებდა იქაურ თქვა სამღვდელო ელიტასო რატომაც არა, ხო, თუ თქვა რეფორმას ატარებინებ და მოსკოვში იწვევ, რატომაც არ უნდა ჩაეტარებინათ. რასაც მოყვა უკვე რუსულ მოსახლეობაში სამღვდელოების ნაწილში, ანუ თანამედროვე რუსეთს გულისხმობდა. განსაკუთრებით ქონდა აბენაში რასკოლი და არის მონაცემები, რომ 5 და 10% კი არ გახდა სტარავერი და ანუ რასკოლნიკი და გამოიყო ოფიციალურ რელიგიას. არის მონაცემები, რომ შეიძლება შეფარულად ქვედაფენის 80% რუსეთის მოსახლეობის რასკოლნიკი იყო, ანუ ფორმალურად ცნობდა ვითომ ოფიციალურ ეკლესიას და სინამდვილეში თავის რელიგიურ რიტუალებს ინარჩუნებდა და ესენი იყვნენ სტარავერები, სტარააბრიაცები, რომლებიც პრაქტიკულად უკვე გასული არიან კანონიკიდან და კაცმა რო თქვას, რა თქმა უნდა ეს ერესია ჩვეულებრივი, მაგრამ იყო ამ ერესში კიდე უფრო გაღრმავებები, მაგალითად ისეთი როგორც იყო ხლისტები და რა თქმა უნდა ეს უკვე არის გაქცევა ქრისტიანობიდან. ჩვენ ვღებულობთ როგორც სურათს. ანუ გარკვეულწილად მე-17 საუკუნის შუა ნახევარში მოსკოვის ასე ვთქვათ ხელისუფლება ცდილობს რომ დაუკავშირდეს იმ დრო აშკარად უფრო განათლებული კიევის სამღვდელოება და გარდა ამისა. და სმუტა რომ დამთავრდა რუსეთში და რომ გადარჩა საერთოდ მე-17 საუკუნეში რუსეთი ამ უბედურებას, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთანაც იყო დაკავშირებული და ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისთანაც და დინასტია შეიცვალა, რომ და მოვიდა ახალი დინასტია რომანოვების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი აღმოჩნდნენ კაზაკები. აი ეს კაზაკები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს შორის ცხოვრობდნენ.
და კაზაკური ფენომენი, როგორც კარგი სამხედრო ფენომენი, ძალიან საინტერესო გახდა. და აი აქ ვაწყდებით რას. მე-17 საუკუნის მიწურულს მოხდება რამდენიმე მოვლენა, რომელიც აი პრაქტიკულად მე-20 საუკუნემდე მთლიანად განსაზღვრავს რუსულ-უკრაინული ისტორიის ელფერსაც და ძირითად ხაზს. 1693 წელს ვენაზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაზე ქონდა ალყა დარტყმული რა ქვია, ოსმალეთს თითქმის 200,000-იანი არმია ყავდა, მაშინ სულთანი იყო მეჰმედ მეოთხე და ეს ჯარი განადგურა და ამაწყდა და უკუაგდო ერთის მხრივ კლიმატმა, მაგრამ მეორეს მხრივ პოლონეთის მეფემ, პოლონეთის არჩეულმა მეფემ იან სობესკიმ, რომლის 25,000-იან არმიაში ძალიან დიდი პროცენტით იყვნენ კაზაკები და დიახ, ჩვენ ახლა თანამედროვე გაგებით რასაც დავარქვევთ უკრაინელ კაზაკებს. რომლებიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენეს ოსმალეთს და აქედან მოყოლებული ოსმალეთი იწყებს მიწების დაკარგვას და ეს ომი რომ დამთავრდება კალოვიცის წავით, პირველად დაკარგავს უნგრეთსაც. ამან რა თქმა უნდა მეჰმედ მეოთხე ძალიან დააშინა, მის თვითმიზანი გახდა რომ უკრაინა მაქსიმალურად მოწყვეტოდა იგივე რეჩპოსპოლიტას და წინადადება რომელიც მოდიოდა მოსკოვის სამთავროდან, სამეფო კი ქვია უბრალოდ უკვე რა ქვია ივანე მლისხანის მერე, მაგრამ რეალურად ეს ჯერ კიდე ჩამოყალიბებული ბომბე ქვეყანა არ არის. ფორმალურად მეფეებად ითვლებიან მცირეწლოვანი პეტრე პირველი და მისი ძმა ივან მეხუთე და მართავს დედოფალი სოფია მათი უფროსი და თავის საყვარელ გოლიჩინთან ერთად და მათი თხოვნებით თქვა ფინანსური შეთავაზების შედეგად კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიონისი მეჰმედმა აიძულა რომ მას დროებით კიევის ეპარქია იქ გადაეცა მოსკოვისთვის. და ესე აღმოჩნდა 1686 წელს კიევის ეპარქია მოსკოვის ხელში, რატომ? იმიტომ რომ მაქსიმალურად ჩამოეშორებინა თქვათ რეჩპოსპოლიტისგან და საღვთო-რომისგან უკრაინელი კაზაკები, რომლებიც მას პრობლემას უქმნიდნენ. აი ეს გათამაშდა 1688 წელს. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მთლიანად რუსული ეკლესიის სათავეში მოექცნენ უკრაინელი სამღვდელოება 90% რო ავიღოთ, აი ცნობილი რუსი სასულიერო პირების წარმოშობით უკრაინელია, მათ შორის ბოლო პატრიარქის ტახტის ასე ვთქვათ, თანამოსაყრდე მისი გარდაცვალების შემდეგაც პეტრე პირველმა საერთოდ პატრიარქობა გააუქმა კიევის ცნობილი მიტროპოლიტი სტეფანე იავორსკი, საკუთრივ პოლონეთის ტერიტორიაზე იყო დაბადებული და მეტიც ამ დროს ხდება და იწყებს დაწინაურებას პეტრე, რომელიც ეყრდნობა ახალ ხალხსაც, ხო? და ძირითადი ნაწილი იმ ადამიანების, ვინ ჯერ პეტრეს და ეკატერინეს დროს წინაურდება, არის ყოფილი კაზაკები, გვარებს გეტყვით ორლოვები, რაზუმოვსკები, რომლებიც და არა მარტო ესენი უამრავია, წარმოშობით სწორედ უკრაინელი კაზაკები არიან. მოგეთ ესეთ რაღაც მივიღეთ. მე-18 საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის სამღვდელოების სათავეში მოდის კიევური სასულიერო ფენა, რუსეთის ელიტაში ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ იყო ძალიან ბევრი წარმოშობით ვიკინგი, გერმანელი, ქართველიც, თათარიც, მაგრამ ბალტიისპირელიც, პოლონელიც, მაგრამ საკუთრივ სლავი ელიტა 90% დაკომპლექტებულია პეტრეს მერე უკვე კაზაკურ უკრაინული წარმოშობის ხალხით. რა თქმა უნდა ეს მერე თავის ძალიან დიდ როლს ითამაშებს იმ პროცესებში, რომელიც რუსული რევოლუციის დროს მოხდება მერე საბჭოთა პერიოდში და სხვათა შორის ამისი გაგრძელება თანამედროვე პროცესი შეიძლება იყოს და ამაზე მომავალში ვისაუბრებ. დღეს უბრალოდ ჩვენ თქვით რომ რასთან ქონდა საქმე, რომ მე-13 საუკუნიდან მე-17 საუკუნის მიწურულამდე, მე-18 საუკუნის დასაწყისამდე რადიკალურად გამიჯნული იყო ერთმანეთისგან ორი სამყარო, ეს იყო მონღოლო-რუსული და თქვათ ევროპულ-რუსული სამყარო, ევროპულ-რუსულში გულისხმობ ბელორუს, უკრაინას და მონღოლო-რუსეთში თქვათ ეგრეთ წოდებულ მოსკოვიას და თქვათ მერე რასაც რუსეთის სამეფო ეწოდებოდა, მე-17-ის მიწურულს ხდება მათი გაერთიანება, მაგრამ არა შერწყმა. გარკვეულწილად ქვედაფენას ამ თუ მოსახლეობის ეთნიკურობით შევხედავთ, აი სლავურ-რუსული მოსახლეობა, რომელიც თანამედროვე რუსების 90%-ია, იყო მაშინ ყმაგლეხის მდგომარეობაში მოქცეული,
ელიტა იყო ძირითადად უცხოური, რომელთა დიდი ნაწილი შემდგომ შეუძლეს მე გაიქცევა რუსეთიდან, ხოლო ელიტის წმინდა სლავურ ნაწილს შეადგენდა უკრაინული წარმოშობის, ანუ ევროპულ, ასე ვთქვათ, ლიტვის დიდსამთავროში საუკუნეების მანძილზე ცხოვრები და განვითარებული ფენომენი, სეგმენტი, რაც რა თქმა უნდა, აი ეს პროცესი შინაგან კონფლიქტურობას უეჭველი ატარებდა და რამაც თავი იჩინა დღეს.